მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ევროპის დაისი და დღეს რასაკვირველია ჩვენს გვიწევს საუბარი დავიწყოთ ამერიკაში მოხდა ტრაგედიაზე, კონკრეტულად იუტას შტატში ერთ-ერთი უნივერსიტეტის კამპუსში მოკლეს ცნობილი ანტილიბერალი კრიტიკოსი და კომენტატორი ჩარლი კირკი და ვისაუბრებთ იმაზე რამ შექმნა ის გარემოება, რომელსაც გამოიწვია ასეთ ტრაგიკული შედეგი, იმაზე თუ როგორ გამოხმაურება მოყვა შემდეგ ამას როგორც თავად ამერიკის ლიბერალურ ნაწილში, ისე ქართულ ლიბერალურ ნაწილში და ზოგადად ეს ტენდენცია როგორ მომავალს უქადის მთელ მსოფლიოს. მოგესალმებით, დღევანდელი ჩვენი გადაცემა იქნება იმ თემაზე, თუ რა არის ლიბერალური ფაშიზმის, როგორც იდეოლოგიის ბნელი მხარე. როგორ გადადის ის და როგორ მიმართავს ის ძველ ტოტალიტარულ ხერხებს, როგორც არის არ ვიცი, გაციმბირებიდან დაწყებული ადამიანის დახვრეტამდე დამთავრებული, ოღონდ ეს ხდება არა ლეგალისტურ ჭრილში, არამედ ეს ხდება იდეოლოგიურ და ესე იგი გამონაკლისების შრილში, როცა ერთ-ერთი აქტივისტი ახორციელებს ამას, მაგრამ რამ გააჩინა ეს მდგომარეობა? იმან გააჩინა, რომ ის შემდეგ, ვინც ამას გააკეთებს კონსერვატორს, ანტილიბერალს, მოკლავს, ხო, იმას აგმირებენ მერე. მიხვდი? თავიანთი ბაბლი წერს, რომ ეს იყო რაღაცა მნიშვნელოვანი მოვლენა, ანუ ჩვენ შევედით სრულიად სხვა განზომილებაში ლიბერალური ფაშიზმისა რა. ეს იყო ფიცოს შემთხვევა, ტრამპს ესროლეს, არ ვიცი, ძალიან ბევრი გვაქვს ამ მიმართულებით ალაპარაკი. ლიბერალიზმი როგორც თანამედროვე თუ დღეს როგორც სახითაც არსებობს, პრინციპში რომელიც სრულად საპირისპირო არის იმ დოქტრინისა, რომელიც თავდაპირველად იდო ამ იდეოლოგიის საფუძველში, იმიტომ რომ მე მახსოვს ის პერიოდიც კი, როდესაც ქართველ ლიბერალებს, რომ ეხლა აღარ იზახიან, მაგრამ ქართველ ლიბერალებიც კი ციტირებდნენ ხოლმე იმ ვოლტერს მიკუთვნებულ ციტატას, რომ მე შეიძლება შენაც არ ვეთანხმებოდე, მაგრამ თავს გავწირავ, რომ შენი აზრი გამოხატო. და ჩვენ მივიღეთ დღეს ნეოლიბერალიზმი იმ სახით, რომ შენ აზრს დაიცავენ კი არა, შენ თუ განსხვავებულ, მცირედით განსხვავებულ, ან პოლიტიკურ შეხედულება გაქვს, ან რაღაც სოციალურ მოწყობას სხვანაირი გონია, ან რაღაც ტრადიციული ღირებულება მოგწონს და რაღაც თანამედროვე სამხმარებლო არა, ეს ხდება საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ შენი მინიმუმ სოციალური ლიკვიდაციისთვის მზაობა გაჩნდეს, რაც გულისხმობს იმას, რომ მაგალითად შენ საჯარო სივრციდან მოგკვეთონ, ამას ტაში დაუკრან და ნუ უკვე ჩვენ ჩარლი კირკის შემთხვევაში ვხედავთ იმას, რომ ამას ფიზიკური ლიკვიდაციაც შეიძლება რომ მოხდეს. ეს ნამდვილად ახალი მიმართულება, იმიტომ რომ მე მახსოვს ერთ-ერთი თეორეტიკოსი წერს სოციოლოგიურად ხსნის ამ საკითხს, რომ ძველი ტოტალიტარული სისტემა და მას არქმევს პანოპტიკუმის საზოგადოებას, რომელიც ნიშნავს, რომ შენ თუ ადამიანზე გინდოდა, რომ აზრი შეგეცვლებინა, შენ უნდა გაგესახლებინა, ის ინდოქტრინაცია, პირდაპირ დახვრეტა და ასე შემდეგ. განსხვავებით ამ ყველაფრის, ლიბერალური საზოგადოება არის ფიტნეს საზოგადოებას არქმევს, სადაც შენ თუ რამე გინდა, რომ ადამიანს გააკეთებინო, ეს ხდება შერცხვენით, გარიყვით და დაშეიმინგებით, როგორც იყო ეს cancel culture, ხო? დაკენსელება ადამიანების ძველი რაღაცა ძეგლების ჩამონგრევა და ასე შემდეგ. მაგრამ ფაქტია, რომ ზუსტად ეხლა ახალი განზომილება შეიძინა ლიბერალურმა ფაშიზმმა და დაიმატა ძველი ტოტალიტარული მეთოდები პირდაპირ სნაიპერების მეშვეობით, იარაღის მეშვეობით ადამიანების განადგურება, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ არ ეთანხმებიან მათ აზრს და ისინი არიან პოპულარულები საჯარო სივრცეში. ჩარლი კირკის შემთხვევა იყო ეს, ვინც ამ ტრაგედიის შემდეგ გაიგო ჩარლი კირკი, ოკეი, მე მანამდე ვადევნებდი თვალყურს, რეალურად ჩარლი კირკი რა იყო? ესეთი განსაკუთრებული აკადემიური ცოდნით არ გამოირჩეოდა და რაღაცა საოცარი უნარი, ის იყო კარგი ორატორი, რომელიც აი ამ იდეოლოგიას საჯარო სივრცეში, საჯარო დებატების დროს ძალიან კარგად ვთქვათ, აორგანიზებდა. და ძალიან პოპულარული იყო. ამან გამოიწვია მისი ლიკვიდაცია. ხო, რეალურად ჩარლი კირკი რა მეთოდსაც იყენებდა,
კომუნიკაციის. ეს არის ალბათ ყველაზე ლიბერალური მეთოდი და ლიბერალის მხრიდან ტაშდაკრული რაც უნდა იყოს. იმიტომ რომ მაგალითად ჩარლი კირკი არ ყოფილა ადამიანი, რომელიც რაც ცალმხრივად პოდკასტის მეშვეობით ესაუბრებოდა მაყურებელს, მას არასოდეს არ გაუკეთებია ძალადობისკენ მოწოდებები იმაზე რომ ვილაპარაკოთ, რომ აი მაგალითად იქაურმა TV პირველმა MSNBC-მ გუშინ როცა ესროლეს, შემდეგ საანგებო ეთერში ილაპარაკა იმაზე, რომ შეიძლებაო თავიდან დაშვება გააკეთოს, რომ შეიძლებაო მისმა მხარდამჭერმაო საზეიმოდ გაისროლა და შემთხვევით მოხვდაო და მე გავიწავდნენ იმ განხილვაში, რომ ისო რასაც ლაპარაკობდაო, მომენტო მოსალოდნელი იყო, რომ ესე დაასრულებდაო რა. ეხლა მეორე ძალიან დიდი ამბავი რომ მოყვა ამას კი გაათავისუფლეს ეგ ჟურნალისტი, მაგრამ ნუ ხო ჩანს ძალიან კარგად მათი სახე ამით. We don't know any of the full details of this. That we don't know if this was a supporter shooting their gun off in celebration, or so we have no idea. ჩარლი კირკი რეალურად დადიოდა კამპუსიდან კამპუსში უნივერსიტეტში ახალგაზრდებს ელაპარაკება და ღია საჯარო დებატების მეშვეობით. ანუ ეს არ იყო რა ჩაკეტილი სიტუაცია, ეს მათი წარმოდგენით სიტყვა სიძულვილს ავრცელებდა. ანუ იქ ნებისმიერ ადამიანს შეეძლო რომ მიეღო მონაწილეობა ამ დებატებში და მისი არგუმენტი დაიფიქსირებინა, ეს მუდამ იყო გადაღებული და პირდაპირ ტრანსლირებდა ინტერნეტის სხვადასხვა პლატფორმებზე. ანუ ყველაზე ლიბერალური რაღაც, რაც არის, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული, ადამიანი იყენებდა ამ უფლებას თავისუფლების ქვეყანაში, ადამიანი იყენებდა თავისუფალი სიტყვის უფლებას და მხოლოდ ამის გამო მოხდა მისი ლიკვიდაცია. რა თქმა უნდა და ჩვენ აუცილებლად ლოკალურ კონტექსტშიც უნდა გავაკეთოთ კომენტარი. ანალოგიური кейსი იყო ფიცოს შემთხვევა, სადაც სლოვაკეთში იქაურმა, ესე იგი ეგზალტირებულმა და თავგზავნებულმა, ესე იგი რადიკალმა ლიბერალმა პოეტმა ესროლა, ანუ იქაურმა რაღაცა ლაშა ბუღაძე აბრაზნი ტიპმა ესროლა ფიცოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ერთ-ერთი ევრობიუროკრატი ირიბად დაემუქრა, რომ ხო ნახეთ ფიცოს შემთხვევაში რა მოხდა, ესეიცის პოლარიზებულმა გარემომ და გაბრაზებულმა ლიბერალებმაო. რეალურად ხო, არ ვიცი როგორ იქნება სწორი ამის დაკომენტარება, მაგრამ ჩვენთან ხო ქართული ლიბერალებს მე მგონი რაღაცა არ ყოფნით, ან ინფრასტრუქტურა არ აქვთ, თორე მუღამი და შიდა კონსტიტუცია ზუსტად იგივე აქვთ. ეხლა კომენტარებში მაგალითად ეწერა, რომ ჩარლი კირკზე ხო ყველა ესე იგი ზეიმობს, რომ გარდაიცვალა რა პრობლემაა, იმიტომ რომ საშინელებებს გადაგებდაო რა. და მაგათ რომ შესაძლებლობა ქონდეს, ჩვეულებრივად მოკლავდნენ რა ჩვენც და იქ პოზიტივის ჟურნალისტებს როგორ ელაპარაკებიან აქციებზე. ჩვენზეც ხო დაწერეს, რომ გური და ბაჩოს იქაური ვერსია იყო ამერიკული. ანუ ჩვეულებრივად შესაძლებლობა რომ ქონდეთ, მაგას იზავდნენ და ეს არის რა დეჰუმანიზაცია, ესე იგი დეჰუმანიზაცია ნიშნავს რას, რომ შენთვის ყველაფერი მოსულა იმაზე რომ განახორციელო, იმიტომ რომ ის არ არის ანტილიბერალი, არ არის ადამიანი, ის არ უნდა სარგებლობდეს, ვერ რეგისტრირდება ადამიანად, არ უნდა სარგებლობდეს ის თანასწორი უფლებებით რა. მე სულ მაგალითს ვიშველიებ ხოლმე. პირველ ყოფილ ტომს რო ეკითხებიან, რომ ბოროტება რა არისო და როდესაც ჩვენ დაგვესხმებიან თავს, აგვაოხრებენ, გადაგწვავენ, გალებს გაგვიპატიურებენ მეზობელი ტომიო და სიკეთე რა არისო, როცა ჩვენ დავესხმებითო რა თავსო. ზუსტად მაგ პრინციპით არიან. აქ არავითარ საყოველთაობაზე, არავითარ კოეგზისტენციაზე, კოოპერაციაზე, თანაცხოვრება, თანამშრომლობა, თანაარსებობაზე საუბარი ზედმეტია. ეს არის ძალა, რომელიც ამბობს, რომ ჩემს იქით ყველაფერი ქვაქვაზე უდარჩენილა რა. ხო და თან ამას და ამას პირდაპირ სნაიპერის შაშხანებით აფიქსირებენ და თავარი მანკიერება თან ამ იდეოლოგიის არის ის, რომ მისი არშია რაც არის, რომ ყველანაირი მარგინალური იქნება ეს მიკრო უმცირესობის აზრი იქნება თუ ასე შემდეგ, თუ ეს მიუღებელი არის აბსოლუტურ უმრავლესობისთვის, ეს მაინც უნდა გაჟღერდეს. ამის საჯაროობა არის აუცილებელი, მაგრამ თუ უმრავლესობის მხრიდან მათთვის მიუღებელი რაიმე აზრი არსებობს, ის თუ ამის სპიკერი გარდაიცვლება, მოკვდება, მოკლავენ, ეს საზეიმო რაღაც არის. ამიტომ რა გამოხმაურებებს რო გავუყეთ, როგორც ჩვენთან ისე იქ, ნუ იქ განსაკუთრებით იქაური ლიბერალები პირდაპირ ცეკვის ვიდეოებს და მღერიან და პირდაპირ ესეთი ზეიმი მიდის. I
on the other hand, do cheer when bad things happen to bad people. Charlie Kirk just got shot. Oh my God. Oh. I'm not saying she deserved it, but I'm saying God's timing is always right. And goodness knows the wicked's lives are lonely. ну ჩვენთან ახლა ალბათ არავინ არ ჩაწერს ეგეთ ვიდეოს, მაგრამ რომ Facebook-ზე კომენტარები ვნახეთ ყველამ და აბსოლუტური უმრავლესობა ამ ბაბლის წარმომადგენელი ამბობს რომ ზაღლი მიაკვდა სულში და იმის გამო რომ ეს ადამიანი რაღაც არ იზიარებდა ლიბერალურ შეხედულებებს სამყაროზე, ამის გამო თურმე მისი ასეთი ბრუტალური ფორმით მოკვდინება ყოფილა ძალიან მისასალმებელი და მისაღები რა. ესენი არიან ის ადამიანები, ვინც ამბობენ რომ გმობენ ძალადობას, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ რომ იზრუნიან თავისუფალი სამყაროსთვის, დემოკრატიული პრინციპებისთვის და რეალურად ტიპები ყველაზე მეტად გულშემატკივრობენ იმას, რომ არსებობდეს აბსოლუტური ტოტალიტარიზმი, ტოტალიტარიზმი, სადაც ისინი აღასრულებენ, მათ ხელში არის ამ ტოტალიტარიზმის აღსრულების ინსტრუმენტები და ძალადობის შესაძლებლობა. ამასთან გამოხმაურების ნაწილში ალბათ მნიშვნელოვანია ჩვენ ჩარლი კირკთან ერთად მისი ბოლო ტვიტიც ამას ეხებოდა, გავიხსენოთ ამერიკაში მოხდარი მეორე ტრაგედია, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხდა, სადაც უკრაინიდან დევნილი ქალბატონი, ახალგაზრდა გოგო 14 გზის ნასამართლებმა შავკანიანმა კრიმინალმა ყოველგვარი მიზეზის გარეშე უსასტიკეს ფორმით დაჩეხა და ნუ ანუ აქ ბევრი რაღაც არის რაც განსაკუთრებით შემზარავს ხდის ამ ყველაფერს. ის რომ ამ ავტობუსში ძალიან ბევრი ადამიანი ზის და არავინ დასახმარებლად არ მიდის, არავინ არ ცდილობს რომ შეაკავოს ეს საშინელი აქტი. ამას ემატება ის, რომ არც ერთმა მეინსტრიმულმა მედიამ, ლიბერალურ მედიამ ამაზე არ ილაპარაკა, ეს არ გააშუქა. როდესაც ამაზე ამბავი ატყდა და ეს ტვიტერით დაიწყო და ილონ მასკით დაიწყო და აქ დონაციები წავიდა და ამ გოგონას სახელის ფონდი შეიქმნა და ასე შემდეგ, ხოლოდ ამის მერე მოუწიათ რომ კომენტარი როგორ უნდა გააკეთო ეგეთ რაღაცას. იქაც წავიდა გაправება, რომ ეს ადამიანი თურმე იყო მენტალური პრობლემების და აი რაც ცუდი არის ტრამპის ადმინისტრაცია, რომელსაც მენტალური პრობლემების მქონე ადამიანს ეს კონკრეტული დახმარება არ გაუწია და ანუ მისი როგორც კრიმინალად მოხსენება არ შეიძლება. მოკლედ საკითხი მდგომარეობს, რაში ეს ტრაგედია და ეს საშინელი кейსი, რომელსაც მე არ მაქვს რა ესეთი განსაკუთრებული პრობლემა, რომ რამე ესეთ რთულ კადრებს ვერ უყურო, ომის კადრებს უყურებ ხოლმე, ერთადერთი იყო, მაგრამ რასაც ვერ შევხედე რა, იმიტომ რომ ძალიან გამიჭირდა. ეს მოხდა აგვისტოს ბოლოს და ეხლა ხან დაჰაიპდა მედიაში, იმიტომ რომ სხვა მხრივ მიექცა ყურადღება. ეს არის 14-ჯერ ნასამართლები და იცი რა არის მისი შეურაცხყოფა ჯერ ესე აღგინდება, მე პირდაპირ შემიძლია, ნუ ჩემი ანალიზი გავაკეთო, რომ ეს არის რასისტულ ნიადაგზე გაკეთებული დანაშაული და სარკისებრი, ესე იგი შებრუნებული ვერსიები იდება ხოლმე ხა სხვა სოციოლოგიაში, ანუ რა იქნებოდა ეს, რომ მაგალითად თეთრკანიანი მამაკაც გაეკეთებინა და სხვა ყველანი თეთრების ხედან და ეს შემოვიდა შავკანიანი, იმიტომ რომ თუ გახსოვს იქაური განლაგება, ყველა არის შავკანიანი და ეს ადის და ჯდება. მხოლოდ ერთი დაუცველი, ძალიან სუსტი გოგონა. ძალიან მნიშვნელოვანია იქ მიმიკები. დაჯდომისთანავე ეს ხსნის დანას, აი რაღაცა გაბრაზებული, თითქოს რაღაცა რომ მოევანა. ერთი უცნაურობა არის კიდე ამას ყოლია ნახევარწმა, რომელიც ასევე დანაშაულს იხდის თეთრკანიანის მკვლელობისთვის. ანუ რასისტულ ნიადაგზე ხდება ეს დანაშაული და ზოგადად მოდი ვთქვათ, რომ რეალურად ამერიკა არის პოსტრასისტული ქვეყანა ყველა მიმართულებით, როგორც პოზიტიური დისკრიმინაციის, ისე ნეგატიური დისკრიმინაციის მიმართულებით. ანუ მან ვერ შეძლო სრული ინტეგრაცია, ასიმილაციას არ ვიტყვი, უფრო ინტეგრაციის პროცესი და დარჩა პოსტრასისტულ ქვეყნად.
და პოსტრასიზმი ნიშნავს აი ამას. ერთი არის, როდესაც მაგალითად შავკანიან მოსწავლეს ვერ უწერ იმ ნიშანს, რომელიც ეკუთვნის, იმიტომ რომ ეს მოეჩვენებათ მის ჩაგვრად. მეორე არის, რომ დანაშაულზე სხვანაირად უნდა ირეაგირო და მესამეა უკვე რეალობა, რომ გარკვეული ჯგუფები ვერა და ვერ იღებენ ამას მოცემულობად. შეიძლება, ბევრი ანალიტიკოსი ამბობს, რომ რადგან ჯერ კიდე რასიზმი არის ცოცხალი მეხსიერების ნაწილი ამერიკაში, ან ჯერ კიდე არიან ცოცხლები ის адамიანები, ვინც უშუალოდ მოესწრნენ სეგრეგაციას, მაგალითად ავტობუსში ვერ სხდებოდნენ ერთად და და ჯერ კიდე ცოცხლები ადამიანები ახსოვს ხეზე ჩამოკიდებული ლინჩის წესით ჩამოხრჩობილი ბებია და ბაბუა, ხო, და თუ ეს სანამ ესე იქნება, რომ ეს არა ისტორიის ნაწილი, არამედ ცოცხალი მეხსიერების ნაწილი იქნება, მანამდე რასიზმი როგორც ესეთი ვთქვათ, ბოლომდე ვერ აღმოიფხვრება, მაგრამ ეხლა რადაც გადაიზარდა, ეს არის აბსოლუტურად პოსტრასისტული მდგომარეობა და ამერიკას სულ სხვა გამოწვევების წინაშე დგას. ეხლა მეორე საკითხი, რაზე მინდა ყურადღება გავამახვილო. ჩვენ როდესაც საქართველოში საუბრობენ, რომ აი საქართველოში რუსეთის დემონიზაცია რა მიმართულებით ხდებოდა, რომ ესე იგი რუსეთი არის ვთქვათ, კანონი არ კანონობს, სიტყვის თავისუფლება არ არსებობს, ადამიანებს კლავენ, პოლონიუმი, პოლიტიკოსებს ესე დასდევენ, იმას რა ვქო, მედია საშუალებებს განსხვავებული აზრის მქონეს ხურავენ, ჟურნალისტებს კლავენ და ასე შემდეგ. რომელიც ჯერ ესეთი უფრო სხვანაირად იყო და ეს კიდე ანტირუსული ისტერიის ნაწილია უფრო. მაგრამ მეორე მხრივ კიდე ნახე რა არის საინტერესო, მან ყოველთვის აშიარებდნენ რუსეთში მომხდა რაღაცა ერთეულ кейს, სიტყვაზე გარეთ ჩხუბს ან რაღაცას, რომელიც თითქოს განზოგადდებოდა რუსეთზე. ამ პრინციპით რომ მიუდგე ამერიკას ეხლა. ესე იგი ამერიკა, რომელიც გეუბნება, რომ ყველაზე დაცული ქვეყანა ვარ და შენ ადამიანის უფლებას ყველაზე მეტად დავიცავ, აი, უკრაინელი გოგონას, ლტოლვილი გოგონას შემთხვევაში, რომელიც გამოიქცა ომს, რა მოუვიდა ხო, საჯარო ტრანსპორტში, ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაჭრეს. რა ხდება იქაურ მეტროებში, რა ხდება იქაურ საჯარო სივრცეში, ყველა დიდ ქალაქში, იმიტომ რომ იქ არიან ეგრეთ წოდებული ეს უსახლკარო ნარკომანები, რომელსაც აქვს თავისი მიზეზი, რატო არიან ესე. ექსკლუზიურად ამერიკის სოციოკულტურული ფენომენი არის სკოლაში მასობრივი ჟლეტვა. ეგ ცალკე, არა, მე ვამბობ ყოველდღიურობა როგორია რა. მათ შორის ეგეც ყოველდღიურობა. რა თქმა უნდა, ყოველდღიურობა არის ისეთი, რომ ქუჩა არის ძალიან არ არის უსაფრთხო. მიხვდი? ჩემი თვალით ვქნა. კი ბატონო, არ არის უსაფრთხო, ამაზე შეგვიძლია, არ ვიცი, თავსახად კაცო. ამას დამატებული, ხო, ჩვეულებრივად ჩვენ ნახეთ ტრამპის მკვლელობის მცდელობა, რომელიც როგორ გადარჩა დღემდე, ძალიან შემთხვევითობის ნაწილია მისი გადარჩენა. ნახეთ ჩარლი კირკის შემთხვევა, ნახეთ ასეთი დევნის და ასეთი შევიწროების მაგალითები და ევრობიუროკრატიაში კიდე აგერ AfD-ს кейსი გვაქვს და გერმანიის кейსი, სადაც ოპოზიციური პოლიტიკოსები 16 ადამიანი ერთი წლის განმავლობაში ასე გაქრა და მოკვდა. ანუ როდესაც მაგაზე კიდე ცალკე უნდა კი, როდესაც არსებობს პოლიტიკური კრიზისი, ევროკავშირის ინდუსტრიულ ბირთვში, საფრანგეთსა და გერმანიაში არსებობს პოლიტიკური კრიზისი, მართლ პარტიებს, ვთქვათ, არ აქვს ლეგიტიმაცია და ისინი არ არიან ხალხის რეპრეზენტატორები და ეს ოპოზიციური ძალები, რომლებიც ყველა მხრივ იდევნებიან, ბილბორდებზე არ აქვთ უფლება, მედია სივრცეში ვერ ჩნდებიან და ასე შემდეგ, როგორ შეიძლება სტატისტიკა იყოს ესეთი დამთხო, რომ 16 ადამიანი ერთი წლის განმავლობაში მოკვდეს ყოველგვარი რაღაცა მიზეზის გარეშე და 7 მათ შორის იყოს ალტერნატივა გერმანიის AfD-ს წევრი. ანუ ჩვეულებრივად ლიბერალური დემოკრატია მიმართავს მკვლელობების ძალიან ძველ, ძალიან პრიმიტიულ და როგორც ისინი ამბობენ რუსულ მეთოდებს. სამ ამაზე გადმოვალ მე ერთ კომენტარს კიდევ გავაკეთებ უკრაინელი გოგონას გარდაცვალებას და ჩარლი კირკზე, იმიტომ რომ ჩარლი კირკის ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაში ისაუბრობდა, რომ ზუსტად მაგ შემთხვევაზე, რომ როგორი საზოგადოება მივიღეთ ამერიკაშიო, როდესაც ადამიანი, რომელიც გამოექცა საომარ ზონას, იმისთვის, რომ ამერიკაში სიმშვიდე მოეპოვებინა და უსაფრთხოება და დაცულობის შეგრძნება ქონოდა, იქ გამოასწროს სიკვდილს და აქ შეეჩეხა სიკვდილს
საზოგადოებრივ ტრანსპორტს საჯარო სივრცეში ყოველგვარი რაიმე მატრიგერებელი მიზეზის გარეშე, მხოლოდ იმიტომ რომ იქ იმყოფებოდა იმ მომენტში. ეს განსაკუთრებული ტრაგიკული გარემოება. რაც შეეხება AfD-ს და ზოგადად გერმანიაში რაც ხდება მაგ საკითხს, რომელიც აგრეთვე გამოძახილია ხო რაზეც დასწრებში ვილაპარაკეთ თუ ჩვენ და ამ მომენტში ჩვენ სანამ გადაცემას წერთ და დღეს არის ხუთშაბათი, ამ მომენტისთვის ჯერ კიდევ არ არის დაკავებული ჩარლი კირკის კვლელი. გუშინ დაიჭირეს ვიღაც მოხუცი კაცი, რომელიც პირდაპირ ჩანდა რომ შეუძლებელი იყო ყოფილიყო ის მკვლელი, რომელმაც რამდენიმე ასეული იარდის დაშორებიდან სნაიპერის შაშხანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ჩარლი კირკს. შემდეგ ეს გამოუშვეს და ეხლა საბოლოო განცხადება რაც არის FBI-ის არის ის რომ კვლავ ძიება მიმდინარეობს და ჯერაც არ დაუკავებიათ, ესეც ბევრს ამბობს ალბათ მოხდარის შესახებ და იმ უსაფრთხოების ზონების შესახებ, რომელიც არსებობს. რო გადავინაცვლოთ ახლა იქ გერმანიაში, შეუძლებელი არის ამაზე ილაპარაკო, ისე რომ მასზე მხოლოდ კონსპირაციის საბურველი მოერგოს, იმიტომ რომ არსებობს რაღაცები, რაც არ არის დადასტურებული და იმაზე კი თეორეტიზაციას ეწევი და შეიძლება ამას ვიღაცამ დაარქვეს კონსპირაცია, მაგრამ ის რაც ჯერ არ გამორკვეულა, რაც არ დადგენილა, რაც არ გამოძიებულა, მაგრამ აანალიზებ შენ და სტატისტიკური შეუძლებლობა არის, რომ არსებობდეს მსგავსი რამ, ბუნებრივად მომხდარი. იქ ძალაუნებურად გიწევს ხო შენ რომ თქვა რომ ანუ ეს კი ჯერ არ ამის შესახებ ოფიციალურად დასკვნა არ დადებულა, მაგრამ არ არის ეს ბუნებრივი მოვლენა. ანუ 16 ადამიანის გარდაცვალება, საიდანაც ერთი სუიციდი არის, რომელსაც თან ამ მომენტამდე ოჯახი ვერ ადგენს რა მიზეზითაა სუიციდი. არც წერილი არსებობს, ანუ ისეთი მოულოდნელი 42 წლის ადამიანის სუიციდი არის. დანარჩენი რაც არის ამბობენ რომ აი ვიღაცები ასაკში იყვნენ და თავის სიკვდილით გარდაიცვალნენ. ხო ნუ კი ბატონო, ყველაფერი ხდება, იქ ვიღაცა არის 50 წლის, ვიღაცა არის 60-ის, ვიღაცა არის 70 წლის, ხო? ყველაფერი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში ცხოვრების ხარისხი შედარებით მაღალი არის და ქრონიკული დაავადებების მართვაც ცოტა სხვანაირია. მაგრამ როდესაც ამის შესახებ არ ისმევა კითხვა, ეს რო არ ხდება მედიაში headline-ი. ანუ მე ეგრევე გამახსენდა მაგალითად აი ზურაბ ჟვანიას კვლელობის მეორე დღესვე რო დაიდო განცხადება რომ ეს არ ყოფილა კვლელობა და იყო შემთხვევითობა. ანუ ანალოგიურად ანუ ამდენი ადამიანი მოკვდა და მაინც ოფიციალური განცხადებები არის რომ ეს არის შემთხვევითობა. ანუ ამაზე გამოძიება არ იწყება. ანუ ჩვენ ამაზე რაღაც სერიოზულ საქმის წარმოებას არ ვიწყებთ. ეს ყველაფერი აჩენს ძალიან დიდ კითხვის ნიშანს რასაკვირველია და ერთადერთ შესაძლებლობას ანალიზისთვის რომ ეს არის რაღაც სქემის ნაწილი. ვის შეიძლება ჭირდებოდეს ამ სქემის ამოქმედება, ანუ ისევ მივდივართ ჩვენ deep state-თან. რატომ მივდივართ deep state-თან? იმიტომ რომ ყველაზე ხელი შემშლელი ამ შემთხვევაში გერმანიაში, რომ გერმანიამ ისეთი ფუნქციონირება გააგრძელოს, როგორც აქვს მას ამერიკისთვის იდეალური ვასალი ქვეყნის ფუნქციონალი. ამას ერთადერთი ვინც ემუქრება არის ყველაზე მზარდი მხარდაჭერის მქონე პარტია AfD და მისი წევრების ასეთი ანტიპუნქტით გარდაცვალება ყველა ვარიანტში უნდა იყოს რაღაცა წითელი სიგნალის ჩართვის და განგაშის ზარების ჩამოყრის წინაპირობა. და ამაზე მედიაში მინიმუმ უნდა იყოს საუბარი, მაგრამ როგორ უნდა იყოს საუბარი, როდესაც ეს ადამიანები დეჰუმანიზებულები არიან, ამაზე ამბობენ რომ ეს შენ არ შეგიძლია რომ მოხვიდე და ხალხს ელაპარაკო საზოგადოებრივ. არა, მათი სიკვდილი არ არის პრობლემა. პირიქით კარგია ლიბერალების აზრით. სხვა შორის მე ეხლა ცოტა თემიდან გადავუხევ, რა თქმა უნდა, სრულად გეთანხმები და ნუ ამაზე მე მგონი ორი აზრიც არ არსებობს. ეხლა 16 ადამიანის ესე გარდაცვალება მინიმუმ კითხვის ნიშანს აჩენს და მინიმუმ უცნაურია თუ არა პირდაპირ მკვლელობა და სასტიკი დანაშაული. მე იცი რაზე მინდა გავაკეთო კომენტარი, შენ ალბათ ხშირად მოგისმენია ქართველი ლიბერალები იყენებენ მსგავს ექსპერიმენტს, ესე იგი რაღაცის ასახსნელად, რომ არსებობს გალია, სადაც ხედან მაიმუნები, კიდია ბანანი, ვინც ამ ბანანის ასაღებად მიდის, მას წუწავენ თუ ცემენ. შემდეგ თვითონ მაიმუნები იწყებენ იმის ცემას, ვინც ამ ბანანს შეეხება, სხვა მაიმუნი. შემდეგ თითო მაიმუნს ცვლიან და ბოლოს რჩება მაიმუნების ის პოპულაცია, რომელმაც
არ იცის რატომ არ ამ უნდა ბანანზე მიუახლოვდეს? რატომ არ უნდა შეეხოს, მაგრამ არ ეხებიან. ესე იგი, ლიბერალები ამ თეორიას იყენებენ იმის სასახსნელად, რომ ადამიანები აკეთებენ იმას, რაც არ იციან რატომ უნდა გააკეთონ, მაგრამ ბრმად მიყვებიან. მე რა მაინტერესებს, ზუსტად ეს თეორია არ ასახავს მათ ვითარებას, რატომ არ მოსწონთ რუსეთი. უკვე აღარ იციან, მაგრამ რატომაც არ მოსწონთ, ის ხდება დასავლეთში. მკვლელობები, შეკვეთილი მკვლელობები, პოლიტიკოსების ესე გარდაცვალება პირდაპირ დადასტურებული სნაიპერის შაშხანით მიერ რაღაცა გაჩუმებული აზრები, საჯარო სივრცე სრულად ოკუპირებული დამნაშავეების მიერ, ომი, ანუ დაუცველობა, სიტყვის თავისუფლების სრული იგნორირება, ანუ ის რის გამოც არ მოსწონდათ რუსეთი, ის ხდება ეხლა დასავლეთში და პრინციპ, მაგრამ მაინც რუსეთი რჩება ეს დემონიზირებულ რამე. თორე მე კი არა ვაკებ ამ შემთხვევაში რუსეთს. მე მგონი ეს შორსაც არ გვიდა წასვლა, იმიტომ რომ ჩვენ ქართველ ლიბერალები მაგას ვამბობ, მე ჩვენ კონტექსტზე ვამბობ, რომ აი რუსოს რო ეძახია რუსული მთავრობა. კი, ან მან ხო არგუმენტი. მაგას ვამბობ, მაკედან გამომდინარე ვლაპარაკობ. არ არსებობს არგუმენტი, ეს არის უბრალოდ ინსტრუმენტი ზიზღის დასათესად. როდესაც შენ არ გაქვს არგუმენტი, შენ შეგიძლია რაღაც იარლიყი მიარტყა ადამიანს, ეს იარლიყი იმეორო იქამდე, სანამ ვიღაცას არ დააჯერებ, რომ ასე არის. მარტო ამ განტოლებით მოქმედებენ ეს ადამიანები, ეს არის ზუსტად ჩვენ რაც გვაქვს ამ პოლიტიკურ აქტივიზმში, იმიტომ რომ არანაირ დასაბუთება იმისა ლიბერალი აქტივისტი მაგალითად პოზიტივი ჟურნალისტს რატო აგინებს, რატო იწევს მისკენ საცემრად და ამას არ აკეთებს მთავარი არხის თუ ტევ პირველის თუ სხვა ფორმულას თუ სხვა ოპოზიციონერი ჟურნალისტების მსამრად არსებობს მაგალითად როდესაც საპირისპირო ხდება, იქ ტყდება ერთი ამბავი, რომ აი მედიაზე ზეწოლა, ეს არის კიდე ერთი რეპრესიების დადასტურება და ასე შემდეგ. ოღონდ ჩვენ ბევრად უარს საპირისპირო ფაქტები გვინახავს ხო, სადაც მაგალითად ოპერატორი ოპოზიციური არხის თავს დასხმია ადამიანს და იმას რო უპასუხია, ის ადამიანი გაუმტყუნებიათ ხო მე. ყოველგვარი არგუმენტის გარეშე უაპელაციოდ ამბობენ, რომ ანუ ყველა ვინც საჯაროდ ქართულ ოცნებას ხარი დაუჭირა, მოვადრო და გაგასამართლებთ. ოღონდ რაზე უნდა გაასამართლონ ეს ადამიანები, ანუ ვიღაცას ხო უნდა კონდეს წარმოდგენა მაინც რომ აი რა მუხლით ვასამართლებთ. ბაჩო, ეგ კიდე ცალკე საკითხი ხა მე მგონია რომ ეგ საერთოდ სიგიჟის ნაწილია. ეგ საერთოდ სხვა ოპერიდან არის რა, იმიტომ მაგათ სიტყვა საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ალეკო ელისაშვილი, რომელიც მიტინგის დროს გახარიას ეუბნება, რომ როგორ შეიძლება ის ვინმე გავატიოს, რანაირად გძინავს თვალები რო დათხარებ ბავშვებსო. შენ სირცხვილი ხარ, აუცილებლად პასუხს აგებო. თვითონვე გამოაცხადა, რომ გახარია საქართველოსთვის და ლელოს საერთო კანდიდატი, ანუ თანამშრომლობს იმ პარტიასთან გახარიასთან, რომელსაც ეუბნებოდა, რომ როგორ შეიძლება ეს ვინმე გაპატიოს, როგორ შეიძლება არ დაისაჯო და როგორ გძინავს. ეს პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია მათი მხრიდან და რიტორიკულია და ესე უნდა იძახონ. ეხლა ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენელი ამბობს, რომ ქუჩაში ვერ უნდა დადიოდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები და ეს პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია, მაგრამ თვითონ რეალურად რისიც წამთ ხო ლიბერალებს, ეგ არის საინტერესო, მართლა რისიც ჭერათ. და ეს არის დაახლოებით რა, დევნა, ჩვეულებრივი დევნა განსხვავებული პოზიციის და განსხვავებული აზრის. მეორე მსოფლიო ომის მერე თუ ფაშიზმი როგორც სოციალური წესრიგი სადმე განხორციელდა, ეს არის ყველა ის ქვეყანა, სადაც ლიბერალურმა იდეოლოგიამ მოიკიდა ფეხი მცირედით თუ დიდით საზოგადოებაში. ლიბერალური დემოკრატია მთელი თავისი არსით განხორციელდა. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ჩვენი გადაცემის თემა რაც იყო, ესე იგი ლიბერალური დემოკრატია, რომელიც შეზრდილია მემარცხენე ვულგარულ მემარცხენეობასთან, რასაც ქვია კულტურული მარქსიზმი, ანუ იდენტობების თეორიად რო დაიტოვეს მარქსიზმი და გამოაცალეს ეკონომიკური საფუძველი, ესე იგი ლიბერალური დემოკრატია, ნეოლიბერალური ეკონომიკა და კულტურული მარქსიზმის ეს სინთეზი გადაიქცა ჩვეულებრივად ფაშისტურ მოდელად, რომელიც გარდა იმისა, რომ საჯარო სივრციდან აგდებს, აკენსელებს და რიყავს ადამიანებს, ამას ამატებს იარაღს და პირდაპირ გზით მკვლელობას. მიხვდი, ყველაზე ამ ჟანრის, თქვათ, კლასიკაში ყველაზე უცნაური და ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ მაყურებლები იქით ამ მხრიდან, პირიქით მაყურებლები ამაზე ტაშს უკრავენ. ესე იგი, მათი მხრიდან აღქმული რეალობა ისეთია, რომ ანტილიბერალი, წარმატებული მოდებატე
თქვა, წარმატებული პოლიტიკოსი, წარმატებული კონსერვატორი, რომელსაც მოკლავენ, ეს მხოლოდ გასახარი ამბავია მათი მხრიდან და ესეთი დისკურსი მივიღეთ ჩვენ. ამიტომ ეს გასანეიტრალებელია აუცილებლად და საქართველოს ეთყობა ნიშნები რა მიმართულებით. მათ შეიძლება არ აქვთ რესურსი, მაგრამ აქვთ სურვილი, საშინელი, დაუცხრომელი სურვილი და ამას არ უარყოფენ, გამოხატავენ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ლიბერალიზმი, რომელიც შენიღბული არის შემწყნარებლობის იდეოლოგიის ქვეშ, რეალურად არის ყველაზე შეუწყნარებელი სექტის მკვებავი და ზუსტად ეს შეუწყნარებლობა არის, როდესაც შენ შეგიძლია შენი აზრის საპირისპირო აზრზე მყოფი ადამიანის მოკულა გაგიხარდეს, მხოლოდ ამ აზრის განსხვავების გამო, ამ მიუღებლობის გამო, შენთვის აღმოჩნდეს ის, რომ ვიღაცის მოკვდინება ბუნებრივი თუ ძალადობრივი მეთოდით იყოს გასახარი მარტო იმიტომ რომ ის შენ არ გეთანხმებოდა რაღაც მოსაზრებებთან დაკავშირებით და ნუ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა რომ ფაშიზმი სხვა არაფერია გარდა ის რომ ადამიანი რომელიც შენთვის რაიმე ტიპის მიუღებლობას წარმოადგენს მის სიკვდილი იყოს გასახარი. საქართველოში რასაკვირველია ამის ძალიან მცირე მაგალითები გვაქვს, იმიტომ რომ ეს საზოგადოება არ არის, რომ რაზეც ჩვენ საუბრობთ, ეს მიკროსოციუმი, რომელსაც მსგავსი ნებები აქვს და რომელიც ამ ლიბერალიზმით არის მოწამლული, მაგრამ ამასაც რასაკვირველია აუცილებლად ჭირდება როგორც ერთი პოლიტიკური სწორი გააზრება და მეორე იმ ინსტრუმენტების შემუშავება, რომელიც მოახერხებს, რომ ეს მზარდი არ იყოს და ეს როგორღაც მაინც თუ მოკვეთილი არა, განრიდებული მაინც იყოს სრული საზოგადოებისგან, იმიტომ რომ მსგავსი მანკიერება ყოველთვის იქნება მშობელი მანკიერების, რომელიც ან მისგან განსხვავებული აზრის გამო ადამიანს მოკლავს, ან ამ მკვლელობას გაამართლებს. ამიტომ ყველანაირი ვალდებულებაც და მოვალეობაც რიგითი მოქალაქე იქნება თუ აღმასრულებელი ხელისუფალი, უნდა იყოს ის, რომ მსგავსი რამ საქართველოში გახდეს შეუძლებელი. დღეს ამით დაკავშირებით შევხვდებით შემდეგ კვირა დღეს საღამოს 9 საათზე კვლავ პოზიტივის ეთერში ნახვამდის.